ეს ანალიტიკა საქმიან დილაში მე ელენე კვანჭილაშვილი ვარ. Რამდენიმე წუთის წინ ყაზახურ-ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამ საგანგებო განცხადება გაავრცელა. 2024-2025 წლებში გახშირდა არაკორექტული მოპყრობა ყაზახი ტურისტებისადმი, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა მომსახურების სფეროში. ყაზახები არასათანადო და შეურაცხმყოფელ ქცევას აწყდებიან სხვადასხვა სიტუაციაში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ყოველდღიური კონტაქტი უწევთ ადგილობრივებთან, კერძოდ კვების ობიექტებში, საფინანსო დაწესებულებებში, სამარშრუტო ტაქსებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ამასთანავე სასაზღვრო პუნქტებზე მკვეთრად გაიზარდა იმ შემთხვევათა რაოდენობა, როდესაც ყაზახეთის მოქალაქეები გაურკვეველი ან არაადეკვატური მიზეზით ვერ ახერხებენ ქვეყანაში შემოსვლას. მესაზღვრეების მხრიდან შეინიშნება ღირსების შემლახავი და არაკორექტული გამოკითხვის პრაქტიკაც. ეს ყოველივე იწვევს პროტესტს, როგორც ჩვენი წევრი ორგანიზაციების თანამშრომლებისგან, ისე კერძო პირებისა და ფართო საზოგადოებიდან მსგავსი სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტების სიმრავლეზე მიუთითებს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ორგანიზაციის წევრების თანამშრომელთა მხრიდან დახმარების ხშირი თხოვნები, მრავლობითი პრეტენზიები კერძო პირებისგან და სოციალურ მედიაში გავრცელებული არაერთი სტატია თუ პოსტი, რომლებიც ყაზახეთის მოქალაქეების ნეგატიურ გამოცდილებას ასახავს, წერია გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც გაერთიანება თავის განცხადებაში ხაზს უსვამს, ყაზახეთის მოქალაქეების ტურისტული ნაკადი საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდია. 2006-2025 წლებში ყაზახეთიდან პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ნაშთი საქართველოში 350 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს და ქმნის მნიშვნელოვან წილს ეკონომიკაში. წერია განცხადებაში 2024 წელს საქართველოს ექსპორტის მოცულობა 6,5 მილიარდ დოლარს გასცდა, სადაც ყაზახეთში ექსპორტის წილმა 860 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, ანუ 13%, რომლის 95%-ს ავტომანქანების ექსპორტი წარმოადგენდა. ჩვენი მხრიდან გაერთიანების და მისი წევრი მსხვილი კომპანიების სახელით ვაცხადებთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ სახელმწიფო სტრუქტურებთან ამ პრობლემის მოგვარებისა და ეფექტური მექანიზმების შემუშავების მიზნით. აღნიშნულია განცხადებაში. გიორგი ჯახუტაშვილი, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ამ პრობლემებმა, ესე ვთქვათ, უცებ იჩინა თავი თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკვირდებით და რაღაცნაირად დაგროვდა ეს პრობლემები და ახლა გადაწყვიტეთ, რომ განცხადებით გამოხმაურებოდით, საჯარო განცხადებით გამოხმაურებოდით ამ ყველაფერს. ელენე, მადლობა ეთერისთვის. მივესალმები მაყურებელს ყველას გიოცეთ. ის წინვალი დღესასწაულს. ესეთი შემთხვევები იყო, ჩვენთან ფიქსირდებოდა კიდევ როგორც განცხადებაშია ნათქვამი ჩვენი წევრი ორგანიზაციების მხრიდან მომართვიანობით ძირითადად და ჩვენი უბრალოდ ნაცნობების მომართვიანობით, რომლებიც ძირითადად საზღვრებზე აწყდებოდნენ ასეთ შემთხვევას, თუმცა ჩვენთან არ მოდიოდა ის შემთხვევები, ის კერძო შემთხვევები, რომლებიც მაგალითად ტრანსპორტირების დროს, ტაქსის სერვისის დროს, ან სასტუმროებში, ან რესტორნებში, ან სხვა დაწესებულებებში ხალხი აწყდებოდა. რატომ გადავწყვიტეთ ჩვენ ამ განცხადების გაკეთება? ცხადია, ჩვენ თანამშრომლობთ სახელმწიფო სხვადასხვა სტრუქტურებთან, სხვადასხვა მდგომარეობაში და ჩვენ ერთობლივად ჭრიდით გაუგება მდგომარეობებს და შემთხვევებს, თუმცა ეხლა ყაზახეთში დაწყებულია მედია კამპანია, ფაქტიურად ბევრი ბლოგერი ჩართულია და ძალიან ნეგატიური გამოხმაურება მოსდევს ასეთ ტიპის შემთხვევებს. და ჩვენ გვინდოდა, რომ საზოგადოება ჩაგვეყენებინეს საქმის კურსში, რომ არ შეიძლება ესეთი დამოკიდებულება იყოს ისეთ ტურისტულ, არც ეს ტურისტულ სეგმენტზე, სადია ერთი ადამიანის რომ შემოდიოდეს კონკრეტული ქვეყნიდან, ჩვენ სტუმართ მასპინძლობით ვიწონებთ თავს, ეგ ერთი ნაწილია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კონტრიბუტორი ქვეყნის მოქალაქეებზე აგდებული და შეურაცხყოფელი დამოკიდებულება ყოველთ არის მიუღებელი. რაც ფიქსირდება სამწუხაროდ და ძალიან ბევრი ფაქტი დაგროვდა. შესაბამისად, ჩვენ გვინდოდა, რომ საზოგადოების ყველა სეგმენტისთვის, მათ შორის ტურიზმის ძირითადი სეგმენტი მომსახურების სფეროში, რაც არის ყველასთვის ვიგოწვინა ხმა და გვეთქვა, რომ უბრალოდ არ შეიძლება ეგეთი დამოკიდებულება უცხოელებთან. ხო, თქვენ ამ განცხადებაში გიორგი ამბობთ იმასაც, რომ მზად ხართ ითანამშრომლოთ სხვადასხვა უწყებასთან, სახელმწიფო უწყებასთან იმისთვის, რომ შემუშავდეს რაღაც ეფექტური მექანიზმები, აი რა ტიპის მექანიზმებზე ფიქრობთ ამ შემთხვევაში? იცით რა არის ძალიან მიღებული პრაქტიკა ბიზნეს სამყაროში, რომ მომხმარებლების კვლევა, მომხმარებლების ყოფილების კვლევა ხდება.
მე ჯერჯერობით არ მქონია არ მინახავს რომ პარკო სეგმენტებზე ტურისტულ სეგმენტებში ჩატარებული ყოფილების კვლევა და შემდგომ ამაზე რეაგირება მოხდარიყო და ჩვენ ამ ინიციატივით ცხადია ვესაუბრებით შესაბამის სტრუქტურებს, ტურიზმის ადმინისტრაციას და ეკონომიკის სამინისტროს და ჩვენი ძალებითაც და მათი დახმარებითაც გვინდა რომ ეს გავაკეთოთ, რომ შემდეგ რეაგირების საშუალება ჰქონდეს ადეკვატური. ძალიან ბევრი მაგალითად შემთხვევა არის ფიზიკურად რომ დადგეთ აეროპორტებში თბილისის როგორ იქცევიან ტაქსის ძღოლები ტურისტებს ახალ გამოსვლას. ეს ყველა ქვეყანაში არის სამწუხაროდ ეგეთი პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ ხო ჩვენსაც უნდა მივხედოთ, ხო და არ შეიძლება რაღაცა ავიწროვების ტაქსის ძღოლები გამოსულ ტურისტებს. ძალიან ბევრი ჩივილი არის საზღვარზე გამოკითხვის ფორმებთან. ხადია არის უსაფრთხოების საკითხები და რა თქმა უნდა პროტოკოლი არის გამოსნო გაყვეს საზღვრის ოფიცერი, თუმცა დამოკიდებულებათა განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაზეც ბევრი ჩივილები მოდის. ეს უკვე ხელისუფლების ხელში არის და ბევრად უფრო მარტივად გამოსწორებადია ვიდრე მომსახურების სფეროში, რომელიც შეგნებასთან არის დაკავშირებული და სერვისის ხარისხი. ამაზე უკვე რაღაც კამპანიური ხასიათით არის სამუშაო. ანუ გიორგი, რომ დავაზუსტოთ, თქვენ ვარაუდობთ, რომ ეს შესაძლოა რაღაც სისტემური პრობლემის ნაწილი იყოს, უბრალოდ ამ შემთხვევაში ყაზახმა ტურისტებმა თუ აი ამ სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებმა ხმა მოიგეს და რეალურად აფიქსირებენ ამ პრობლემას, ამას ფიქრობთ? თუ ეს ფოკუსირებულად თქვათ ყაზახებისკენ მიმართული, ხო? არა არის ეს უბრალოდ ყაზახებისკენ მიმართული, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც აწყვეტიან მსგავს პრობლემებს. ეს უკვე ჩვენი რაღაც სტუმართმასპინძლობის სექტორის პრობლემად იქცა, დაწყებული საზღვარზე გარკვეული მესაზღვრეების ალბათ, რომლებზედაც მოდის ინფორმაცია, რომ არის არაადეკვატური მოპყრობა და არაადეკვატური გამოკითხვის ფორმა, რაღაც შეურაცხყოფელი ფორმა და შემდგომ ის მთელი ჯაჭვი ტურიზმის რაც უკმაყოფილოს უშვებს ტურიზმს თუ ბიზნესის დაინტერესებულ სუბიექტს, იმიტომ რომ ადამიანი თუ შემოდის, მას რამოდენიმე მიზანი შეიძლება ჰქონდეს, ან ბიზნესით არის დაინტერესებული, ინვესტიციის გაკეთება უნდა, ან ვაჭრობით არის დაკავშირებული, ან ტურისტულად. ხო და არც ერთი სეგმენტი ჩვენ დასაკარგი არ ყავს. შესაბამისად, ყველა საზოგადოების ყველა რგოლმა ეს პრობლემა უნდა გაიაზროს და თავის პირად სივრცეში დანერგოს. ეს სასტუმროა, ეს არის მანქანა თუ ეს არის საზღვრის კვეთის პუნქტი. ხო, ანუ რეალურად გამოდის, რომ ამ ნაწილშიც, ვთქვათ, ინვესტორი შემოდის თუ ჩვეულებრივი, ვთქვათ, ტურისტი შემოდის, ამ ნაწილშიც დიდი გარჩევა არ ხდება თუ რაღაც სპეციფიკურ პრობლემებს აწყდებიან ამ შემთხვევაში. გარჩევა ხდება ყველა საზღვარზე, ყველა ქვეყანაში ეკითხებიან. მიდგომის თვალსაზრისით გულისხმობ, კი? ხო, მიდგომის თვალსაზრისით დიდი არ ვიცი. მე რაც მომისმენია შემთხვევები სხვადასხვა რანგის, სხვადასხვა დონის, სხვადასხვა შემოსავლის ადამიანებზე მომხდარა მსგავსი ფაქტები, მიუხედავად მათი შემოსავლების მოცულობისა და ასე შემდეგ და მნიშვნელოვნად უკმაყოფილო დარჩენილან ეს ადამიანები და გარკვეულწილად შეურაცხყოფილადად. ასე რომ ეს უკვე დაგროვდა და ეს იმდენად დაგროვდა, რომ აი ფაქტიურად ყაზახეთში უკვე გარკვეული კამპანია მიმდინარეობს, რომ მოდი ბოიკოტი გამოუცხადეთ ქვეყნებს, სადაც ჩვენ პატივს არ ვცემენ. ეს ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოსთვის ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენი ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილი არის ყაზახური სეგმენტი და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის სისტემურად ესე ვთქვათ ყაზახებზე ორიენტირებული პრობლემა. ეს ალბათ ყველა ტურისტულ სეგმენტს, ყველა ქვეყნის ტურისტულ სეგმენტზე იქნება მსგავსი გამოცდილება, თუმცა ჩვენთან უშუალოდ თავს იკრებს ინფორმაცია გროვდება ყაზახ ტურისტებზე და ყაზახ ბიზნესებზე. კი, მესმის. რა ტიპის გამოხმაურებებს ჩვენ ბევრი გისმენთ. გაწყვეტინებ, ჩვენ ბევრი თანამშრომელი, ბევრი კომპანია, ყაზახური კომპანია საქართველოში მომრავლებული, რომელმაც ინვესტიცია განხორციელა, ცხადია, მათ თანამშრომლები ყავთ, ამ თანამშრომლებს ოჯახის წევრები ყავთ, ისინი ხშირად მიდიან და მოდიან. და იგრძნობა მათი დაძაბულობა საზღვრის კვეთასთან მიმართებაში, მაგალითად, იგრძნობა მათი დაძაბულობა ზოგადად უკვე გარემოში, საქართველოს გარემოში და ეს კრიმინალს არ უკავშირდება, ეს რაღაც მოპყრობასთან და სერვისთან არის დაკავშირებული. თითქოს რაღაცა მეორე ხარისხოვან ერად უყურებს საზოგადოება და
ეს სერიოზული პრობლემა არის და სერიოზული რაღაც როგორ დავარქვა, დილობის პრობლემაც არის რაღაც კუთხით რა და ეს ყველა საზოგადოების სეგმენტმა უნდა კარგად აღიქვას და თავის თავის ჩაიხედოს და გამოასწოროს, იმიტომ რომ გამოუსწორებელ ზიანს მოუწამთ ეკონომიკას. რა ტიპის გამოხმაურებას ელოდებით, ვისგან ელოდებით ამ გამოხმაურებას, ამ განცხადების გავრცელების საფუძველზე და ესე ვთქვათ, აი ქმედით ნაბიჯებად რას განხილავთ და ამით დავასრულოთ. ჩვენ ამ საკითხით დაკავშირებით ჩვენ შევეცდებით რომ დავფაროთ ყველა ეკონომიკაში ამ ჯაჭვში უпростоრად მოქმედი ყველა სეგმენტი დაწყებული საჯარო სტრუქტურებიდან დამთავრებული კერძო სტრუქტურებამდე და გაერთიანებამდე. არის ტურიზმის გაერთიანება, არის სხვადასხვა გაერთიანება, ხო, ჩვენ გვინდა რომ ყველასთან ამ საკითხზე უკვე მჭიდროდ ვიმუშაოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ხელისუფლების სხვადასხვა რგოლთან ჩვენ ვიმუშაობთ, რომ ესეთი პრობლემები არ მოხდეს, მაგრამ გვინდა რომ რაღაც უფრო კიდე სისტემური სახე მივცეთ ამას. გვინდა რომ კერძო სტრუქტურებთანაც ვიმუშაოთ, რომ ისინი თავის წევრ ორგანიზაციებს მიწვენ და გარკვეულწილად საზოგადოებაში ეს ინფორმაცია გავიდეს. მედიის ჩართულობაც ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა ფენას უნდა მივიდეს. მათ შორის ტაქსის ძღოლებს, მათ შორის გამყოლ გიდებს, ბანკის თანამშრომლებს, სადაც ალბათ ყველაზე ნაკლები პრობლემაა, თუმცა არის მაინც ფიქსირდება პრობლემები. ასე რომ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ საზოგადოების ყველა შრეში მივიტანოთ ეს ინფორმაცია, რომ არ შეიძლება ტურისტებთან აგდებული და შეურაცხყოფელი დამოკიდებულება. კი, და კმაყოფილების კვლევის ჩატარებაც თუ მოხერხდება, ეს ნამდვილად ძალიან სასარგებლო იქნება, რომ ობიექტურად დავინახოთ, ესე ვთქვათ, რა მდგომარეობაა და რას შეიძლება მერე უკვე ეფექტური მექანიზმები დააშენდეს. ჩვენ გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით გადადგმული გვაქვს, ეხლა ჩვენ მუშაობთ გარკვეულწლებით კომპანიებთან, ველოდებით შემოთავაზებებს, რომ მაგალითად საზღვრებზე დავაყენოთ მკვლევარები და შესაძლებელი დაგვარათ რაღაც დროის მონაკვეთში გამოვიკითხოთ ტურისტების, ყაზახი ტურისტების უშუალოდ კმაყოფილება, რომ რეკომენდაციები მივაწოდოთ იგივე ხელისუფლებას და სხვა დარგის დაინტერესებულ პირებს. ორმესი მადლობა, გიორგი, ჩვენც მივყვებით ამ საქმეს და გადავნებთ ყურადღებით თვალყურს. ორმესი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და ჩაგვერთეთ პირდაპირ ეთერში. გიორგი ჯახუტაშვილი, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე, საუბრობდა საქმიანი დილას ანალიტიკას პირდაპირ ეთერში. დღეს ამით უნდა დავასრულოთ. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად 5-5 წუთზე უკვე ანალიტიკაში დროებით.